ჩვენ ვიწყებთ ქართული ოცნებით მანანა კობახიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი მოქმედი პარლამენტის ჯერ კიდევ ჩვენთან ხაზზე გამარჯობა ქალბატონო მანანა მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის პირველ რიგში გილოცავთ ამ წარმატების ბოლო წერტილს იმედია განწყობა გაქვთ პოზიტიური და განსაკუთრებული დღეს ყოველ შემთხვევაში გამარჯობა ნინო მოგესალმებით მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს დიდი მადლობა ჩართვისთვის მინდა ვისარგებლო ასევე შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ყველას ჩვენი საზოგადოების სწორედ იმ წევრებს ჩვენს ამომრჩევლებს ვინც გვენდო ვინც ძალიან ფართო მანდატი მიანიჭა ქართულ ოცნებას და მე ვფიქრობ ეს არის ნამდვილად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება ქართული ხალხის გამარჯვება მე გავიმეორებ პრემიერ-მინისტრის სიტყვებს და მე ვფიქრობ ეს არის შესაძლებლობა რომ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ჩვენი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული საქართველოს ქალბატონო მანანა როგორი პარლამენტი მივიღეთ როგორია თქვენი ანალიზი თქვენ ახლა ტოვებთ სხვა ტიპის პარლამენტს მიდიხართ ახალი ტიპის პარლამენტში სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გარანტირებულად გექნებათ იმაზე მეტიც ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის არის საჭირო თუმცა პარტნიორებს ძირითადად ვისთანაც მოგიწევთ კომუნიკაცია შესაძლოა არა საქმეზე მაგრამ ზოგადად მოგიწევთ ვინაიდან საქმიანი კომუნიკაცია შესაძლოა მათთან არც დაგჭირდეთ ისე მიიღოთ თითოეული გადაწყვეტილება მაინტერესებს თქვენ როგორ აფასებთ პარლამენტის შემადგენლობას რა მივიღეთ ნინო პარლამენტი მივიღეთ ისეთი როგორი არჩევანიც გააკეთა ქართულმა საზოგადოებამ საზოგადოება ენდო ქართულ ოცნებას და ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს გუნდს სახელმწიფო გუნდს ამიტომ ეს ლოგიკური შედეგია მე ვფიქრობ სწორედ საზოგადოების არჩევანის საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენ სწორედ ხალხის მხარდაჭერით მივიღეთ და მე ვფიქრობ რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა იმიტომ რომ ეს შესაძლებლობა ყოველთვის არ აქვს ხელისუფლებას უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუ რაიმე არის გასასწორებელი ჩვენს ძირითად კანონში, ქვეყნის უზენაეს კანონში, საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც ნამდვილად არის ხარვეზები, ჩვენ სწორედ ეს გავასწოროთ და ეს არ იყოს ერთი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ეს არ იყოს ერთი პარტიის მიერ შეტანილი შესწორებები ქვეყნის კონსტიტუციაში, არამედ ძალიან ფართო ჩართულობით პოლიტიკური მოთამაშეების ექსპერტების, კონსტიტუციონალისტების, საზოგადოების ძალიან ფართო კონსენსუსის გზით ჩვენ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც დიახ შექმნის ძალთა ბალანსს იქნება ნამდვილად ისეთი ტიპის კონსტიტუცია, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ურთიერთკონტროლის, ბალანსის, გაწონასწორების პრინციპი იქნება. დიახ, ჩვენთვის მოკლედ უკვე გასაგებია, ცნობილია რომ დიახ, საკონსტიტუციო უმრავლესობა თქვენი მხრიდან იქნება აუცილებლად ამუშავებული ეს ბერკეტი კონსტიტუციის ცვლილების პროცესში, თუ რა ტიპის კონკრეტული ცვლილებები იქნება ჩვენ ამას ვნახავთ და სავარაუდოდ იქცევა კიდეც ხოლმე ჩვენი გადაცემების თემად, ვინაიდან თქვენ თავად თქვით რომ ამას ჭირდება მსჯელობა, თუმცა როცა ამაზეა ხოლმე საუბარი და ფართო კონსენსუსის შესახებ განწყობას გამოხატავს ქართული ოცნება, აქ არის ხოლმე სკეპსისი. როგორ უნდა მოხერხდეს ფართო კონსენსუსი? ან რა საჭიროა საერთოდ რომ მოხერხდეს ფართო კონსენსუსი მათთან, ვინც ვერ მიიღო საზოგადოების მხრიდან ქმების საკმარისი რაოდენობა? ხომ არ იქნება ამ პროცესს ფორმალური ხასიათი? ნამდვილად არ ექნება პროცესს ფორმალური ხასიათი, ვისაც სურს რომ იყოს თანამონაწილე ამ პროცესის, რა თქმა უნდა, ყველას ექნება ამის შესაძლებლობა. სხვათა შორის იმასაც გეტყვით, რომ წინა ეხლა ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტში, როდესაც ჩვენ შევქმნით საკონსტიტუციო კომისია, იქ მოქმედ ოპოზიციურ ძალასაც მიეცა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო თანამონაწილე გარკვეული პროცესების, მათ ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელობაც ჩაბარდათ, თუმცა არავითარი ნება მათი მხრიდან არ იყო გამოხატული რაიმე ქმედითი ცვლილებები განხორციელებულიყო კონსტიტუციაში, მათ ეს რომ მოესურვებინათ, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა მიღწევადი. მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს, ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვერავის ვერ ასე ვთქვათ, მოვთხოვთ და ან იძულებით ვერ ჩავრთავთ ამა თუ იმ პროცესებში. ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რა თქმა უნდა, პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციურ
ძალებს, პარტიებს, მთავარ მოთამაშეებს ამ პოლიტიკურ ველზე, ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი იყოს გასწორებული, ხარვეზები იყოს, ასე ვთქვათ, გამოსწორებული და ამაში მიიღოს მონაწილეობა და თავისი პოზიცია, თავისი ნააზრევი შემოგთავაზოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ მათი ჩართულობა და პირველ რიგში ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დაინტერესებული პირების და ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ბუნებრივია, ის ცვლილებები, რომელზეც ვსაუბრობთ, ამას პროცედურაც განსაზღვრავს, საქართველოს კონსტიტუციაც განსაზღვრავს, როგორ უნდა განვიხილოთ ეს ცვლილებები. შეგნებულად ჩვენ დღეს ავსაუბრობთ კონკრეტულად ამა თუ იმ ნორმის შინაარსის ცვლილებაზე, ვინაიდან ჩართულობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ სწორედ დისკუსიის შედეგი უნდა იყოს ის ცვლილება, რასაც ჩვენ განვახორციელებთ. ეს შესაძლებლობა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს მოქმედი ძირითადი კანონი არ არის დაბალანსებული, არის მთელი რიგი ნორმები, რომელიც საჭიროებს ცვლილებებს და მოდით ყველა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ძირითადი კანონი იყოს სწორედ იმ სტანდარტის, როგორი სტანდარტიც არის ძალიან მოწინავე ქვეყნებში, დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებში. ამ პროცესში და ყველა დანარჩენ პროცესშიც, რასაც თქვენ წამოიწყებთ საკანონმდებლო დონეზე, თქვენ გეყოლებათ ოპონენტად ნაციონალური მოძრაობა. გუშინ არჩევნებისას თქვენმა ლიდერმა, ერთ-ერთმა ბიძინა ივანიშვილმა, თუ მხარდამჭერმა გნებავთ ასე ვთქვათ, თქვა რომ მან პროგნოზირებისას ჯეროვნად პრინციპში ვერ შეაფასა ამ პოლიტიკური ძალის შესაძლებლობები. აი თქვენ როგორ აფასებთ მათ უნარებს, მათ პროცენტს, რომელიც მათთვის შესაძლოა დაბალია, რომელიც თქვენთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის ბერკეტის მისაღებად წინააღმდეგობის გამწევი ვერ აღმოჩნდა, მაგრამ რომელიც მათ მაინც წარმოადგენს პარლამენტში, ეს სხვა ოპოზიციურმა ძალებმა ვერ შეძლეს. რაში გამოხატავთ, ვთქვათ, იმას, რომ თქვენ ნახეთ, რომ მათ შეძლეს კონკრეტული რაოდენობის ამორჩევლის მობილიზება. ანუ რაღაცნაირად გაქვთ თუ არა პატივისცემა მათი ამორჩევლის მიმართ თუ არა პოლიტიკური ძალის. ეს არის ძალა, რომელთან თქვენ მოგიწევთ თანამშრომლობა და ამიტომ ვკითხულობ. როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ ყველამ ვიცით. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია ეს პოლიტიკური ძალა თავისი წარსულის გამო, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა პატივცემთ იმ ამორჩეველს, რომელმაც თუნდაც ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას და ის რეფორმები, რაც ამ ქვეყანაში განხორციელდება, რომელიც სწორედ ამ ქვეყნის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული, რა თქმა უნდა არ დაყოფს საზოგადოებას ქართული ოცნების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. მე რას გულისხმობ, ყველა იმ რეფორმით, რა თქმა უნდა, ისარგებლებს ყველა ჩვენი მოქალაქე. ამ ქვეყნის განვითარებას იგრძნობს ყველა ჩვენი მოქალაქე. ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენ პასუხს ვაგებთ ყველა ჩვენს მოქალაქეზე, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან, რომელიც სწორედ კეთილდღეობას პირდებოდა მხოლოდ საკუთარ გუნდს, საკუთარ ოჯახის წევრებს, საკუთარ ამომრჩეველს, ყოფდა საზოგადოებას ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მომხრეებად თუ მოწინააღმდეგეებად. რა თქმა უნდა, საზოგადოების განვითარებაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა თუ პროევროპული, პროდასავლური ძალებიდან აი ამ ნიშას იმ თუნდაც 27%-იანს დაიკავებდნენ სხვა პარტიები, რომელთა წარსულშიც ძალადობა, დანაშაული არ არის და არ არის დამძიმებული მათი პარტიული ბიოგრაფია ისეთი საქმეებით, რომელიც მართლა შოკის მომგვრელია და საზოგადოებამ კარგად იცის ამის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ ამ პარტიებმა ვერ მოახერხეს 5%-იანი ბარიერის გადალახვა და ეს მოახერხა ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს მოცემულობაა. მათ ნამდვილად არაფრის გაფუჭების უნარი არ შესწევთ და ამას არ დაუშვებს ქართული ჩვენი სახელმწიფო და რა თქმა უნდა ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება. ამიტომ მათ არავითარი ბერკეტი არც მისცა საზოგადოებამ და ის პროცენტი განესაზღვრათ, რაც აქვთ, რაც ვერაფერს ვერ შეცვლის ქვეყანაში, ასე ვთქვათ, მათი აქტიურობით ნამდვილად ვერაფერი ვერ შეიცვლება. ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ ქვეყნის განვითარებაზე აქვს
პასუხისმგებლობა აღებული ეს არის ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო და ჩვენ ზუსტად ამ საკონსტიტუციო უმრავლესობით გავაგრძელებთ იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებული გვაქვს და რა თქმა უნდა იმ პროგრამის შესრულებას, რომელიც იმ დანაპირების, რომელიც მივეცით საზოგადოებას. ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად წარსულია, მე ამას ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს არიან პარლამენტში წარმოდგენილი, მე ვფიქრობ, რომ მილევად რეჟიმზეა ეს პარტია გადასული. ეს არის მილევად რეჟიმში ხალხო თქვენი მომავალი 4 წლის ძალა, რომელსაც სწორედ ეს კითხვა არ შესწევს უნარი რაიმე დააშაოს ამ ქვეყანაში. თუ შეიძლება ვიკითხავ, მომავალი 4 წლის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იქნება ისიც, რომ ის 9 მილიონი ამორჩეველი დაარწმუნოთ იმაში, რომ მათ შეცდომა დაუშვეს, თუ თქვენი საქმეებით ეცდებით, რომ რაღაცნაირად მოახერხოთ მეტი ამორჩევლის მობილიზება 2020-იც მალე მოვა, იმიტომ რომ არც ისე შორს აღმოჩნდა 2012-დან 16, როგორც ეს ალბათ 12-დან ჩანდა. რა თქმა უნდა, ეს 4 წელი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სწრაფი განვითარება უზრუნველყოთ. დიახის კეთილდღეობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ოჯახისთვის, იყოს მიღწევადი. სამუშაო ადგილები შეიქმნას მეტი ამ ქვეყანაში, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს სიკეთე და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებში ისინიც მოიაზრებიან, ვინც თუნდაც ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას და ერთი რამ ცხადია, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა რაოდენობა ნამდვილად იკლებს, რამდენადაც მე ვიცი, დაახლოებით 400,000-ით ნაკლებია იმ ამომრჩევლების რიცხვი, რომლებიც თავის დროზე მხარს უჭერდნენ ამ პოლიტიკურ გუნდს. თუმცა ეს გააჩნია ვინ როგორ დათვლის, მაგალითად მათი მომხრეები თვითონ ნაციონალური მოძრაობის წევრები ამას ითვლიან გასული არჩევნებიდან, რომლის შემდეგაც გაიზარდა მათი ხმების რაოდენობა. გააჩნია საიდან ავთვლით. ნახეთ როგორი იყო მათი წარმომადგენლობა წინა პარლამენტში და როგორია ახლა. ელემენტარული არითმეტიკაა, ხომ? აქედან გამომდინარე, მე ვამბობ, რომ ეს პოლიტიკური გუნდი მოკლებულია შესაძლებლობას რაიმე შეცვალოს თავის სასარგებლოდ, თუნდაც მომავალში 2020 წელს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური გუნდი ვერ თავისუფლდება, არ თავისუფლდება მთავარი პრობლემისგან. ეს პრობლემა არის მათი დანაშაულებრივი წარსული. ის მეთოდები მართვის, რომელიც იყო გამოყენებული, ის სისტემური დანაშაული, რომელზეც მე აღარ მინდა დღეს საუბარი, ჩვენი ქვეყანა უკვე ახალ რეალობაშია, ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ, ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის არის უკვე წარსული, დავტოვოთ ეს პოლიტიკური პარტია წარსულში, სწორედ იმ მილევად რეჟიმში, რა რეჟიმშიც ისინი არიან და ვიფიქროთ მომავალზე. მე ვფიქრობ, რომ არც დრო აღარ უნდა დავხარჯოთ ამ პოლიტიკურ გუნდთან ზედმეტ დისკუსიაში და დებატებში. ჩვენ საზოგადოებას ნამდვილად აღარ აინტერესებს მათთან მოდებატე ქართული ოცნება, ქართულმა ოცნებამ საქმე უნდა გააკეთოს, ვიფიქროთ იმ თავარ საკითხებზე, რაც აწუხებს ჩვენ საზოგადოებას და არა იმაზე, რომ ჩავყვეთ მათ უსაგნო პოლიტიკურ დისკუსიაში და ასე ვთქვათ, მათი დღის წესრიგით ვიცხოვროთ. ეს დრო დამთავრდა და ჩვენ ასე ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობას აღარ განვიხილავთ და არც განვიხილავთ იმ პოლიტიკურ ძალად, რომელთან ასე ვთქვათ, დაპირისპირებასაც ჩვენ რაღაცნაირად უნდა დრო დავუთმოთ და ამითი ჩვენ ვაზარალოთ ისე და ისე. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რამდენიმე წუთში საინტერესო ისინი როგორ აღიქვამენ თქვენს ამ დამოკიდებულებას, თუმცა მანამდე ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ამიტომ რამდენიმე კითხვა არ მინდა დავტოვო თქვენი მოსაზრების გარეშე. საკადრო ცვლილებები როგორ იქნება მთავრობაში, გასაგებია რომ კვირიკაშვილი შეუცვლელია. თქვენ თუ გყავთ თქვენი ფავორიტები, ვთქვათ, სხვადასხვა თანამდებობებზე და როგორ ფიქრობთ, მიგაღებინებენ თუ არა მონაწილეობას რეალურად, ვთქვათ, აი ამ საკადრო ცვლილებებში? იქნება თუ არა ეს ერთობლივი შედეგი შიდა პარტიული მსჯელობის? ნინო, გეტყვი რომ ამ თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საზოგადოება ძალიან მალე იქნება ინფორმირებული. ჩვენი მთავარი დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო მეორე ტურთან, ამ საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად დასრულებასთან, ძალიან დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებასთან. ჩვენ ეს დღის წესრიგი შევასრულეთ. ეხლა, რა თქმა უნდა, კანონით დადგენილ ვადებში ჩვენ საკადრო საკითხებს გადავწყვიტავთ. ბუნებრივია, გიორგი კვირიკაშვილი იქნება პრემიერ
პრემიერ-მინისტრი, ის არის ძალიან ეფექტური, ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნის და რა თქმა უნდა უმრავლესობა წარადგენს მის კანდიდატურას და თქვენ იცით რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი აკომპლექტებს შემდეგ მინისტრთა კაბინეტს, რა თქმა უნდა მინისტრებთან დაკავშირებით იქნება კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან და მიიღება გადაწყვეტილებები აბსოლუტურად დემოკრატიულად და შესაბამისად იქნება საზოგადოება ინფორმირებული ამის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ რომ არც ერთ მინისტრს ამ წუთში პოზიციის შენარჩუნება გარანტირებული არ აქვს, აი შეგიძლიათ დამიდასტუროთ რომ მთლიანად უნდა გადაიხედოს მთელი გუნდის შემადგენლობა? თქვენ საუბრობთ სამთავრობო გუნდზე, ხო? სამთავრობო გუნდზე ვსაუბრობ. სამთავრობო გუნდის, ასე ვთქვათ, განახლებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რა თქმა უნდა გარკვეული ცვლილებები იქნება და ეს ბუნებრივია და ნებისმიერი ცვლილება რაც არ უნდა განხორციელდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ განხორციელდება და ამა თუ იმ მიმართულების უფრო ეფექტური მართვისთვის განხორციელდება. ასე რომ ცვლილება ყოველთვის საჭიროა, დროული ცვლილებები საჭიროა და აქედან გამომდინარე მოდით ვაცადოთ პრემიერ-მინისტრს თავად გადაწყვიტოს იმ გუნდის შემადგენლობა, რა გუნდთან ერთადაც ჩვენ სწორედ ეს მნიშვნელოვანი პერიოდი უნდა გავიაროთ. იქნება ბუნებრივია კონსულტაციები და ჩვენი მოსაზრებები, რა თქმა უნდა კონკრეტულად არაფრის არ შეგიძლიათ არც თქვენი ფავორიტების შესახებ, მათ შორის თქვათ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე? ჯერ არანაირი გადაწყვეტილება ნინო გულწრფელად ვამბობ მიღებული არ არის. გადაწყვეტილება გასაგებია თქვენი პირადი სიმპათიები, პირადი განწყობები თუ შეგეძლოთ გაგეზიარებინათ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ამას ვკითხულობ. ჩვენ გუნდში ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანია, როგორც ახალ ასე ვთქვათ სახეებში, ასევე რა თქმა უნდა ძველ საპარლამენტო გუნდში ძალიან კონკურენტუნარიანი ასე ვთქვათ გარემოა, ვითარება ჩვენ ქმედუნარიანი ძალიან ეფექტური უმრავლესობა გვექნება, სადაც თანამდებობებიც რა თქმა უნდა განისაზღვრება კვალიფიკაციის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის მიხედვით და იმისთვის რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ სწორედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკითხებზე. გასაგებია, მაშინ ერთ კონკრეტიკას მე შევმატებ ამ ჩემ კითხვას, გაგიხარდებოდათ თუ არა ყოფილი თავისუფალი დემოკრატის ვიქტორ დოლიძის ხილვა პოზიციაზე მთავრობაში მაგალითად. ამაზე არის წინასწარი ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებითაც ნინო არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რაიმე კონსულტაცია არც გუნდის შიგნით არ განხილულა კონკრეტულ თანამდებობებთან დაკავშირებით, კონკრეტულ მინისტრებთან დაკავშირებით, იგივე პასუხი უნდა გაგცეთ ბატონ ვიქტორთან მიმართებაშიც, ზოგადად რა თქმა უნდა გამორიცხული შეიძლება არაფერი არ იყოს, მაგრამ ეხლა გადაწყვეტილების დონეზე ნამდვილად არავითარი ასე ვთქვათ ასეთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. გასაგებია, დიდი მადლობა ანნა კობახიძეს, ქართული ოცნების წარმომადგენელს, რომელიც პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩვენ გადავდივართ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთან, ნოთარ კახიძესთან, საღამოშიდობის ნოთარ. თუმცა ვიდრე ჩვენ საუბარს დავიწყებთ, მინდა რომ მოვისმინოთ ახლახანს სოციალურ ქსელში გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის მიმართვა. კი ბატონო.